აბა როგორ ხართ ჩემო ძვირფასებო, იმედია რომ ყველანი ხართ კარგად და იმედია რომ გაქვთ ხალისი იმისა რომ რამდენიმე წუთი ჩემთან ერთად გაატაროთ. ცოტა დიდი პაუზა გამომივიდა. ხან დამეზარა, ხან თავი ვერ მოვაბი. ამიტომ ამ ვლოგში თქვენ ნახავთ რამდენიმე დღის კადრებს. ცოტა გადავიღე და შევაერთებ, ნახოთ რა გამოვა. ეს ბუბუს ცნობილი რიტუალია, როდესაც მე საწოლს ვალაგებ. აი ესე დაკონტროშობს ხოლმე და ბოლოს იმდენს იზამს, ძალიან ხშირად გამოკრავს ხოლმე ხელს ოთახიდან გაგდებას. მაგრამ მაინც ჩვევად რჩება. და ნახე გოგოებს, მოდი. მე მოქვს მორჩენილი ნახევარი მაწონი, ნახევარი არაჟანი და შეგვიძლია რაიმე კექსი ჩაბაცხოთ. პატარა შტატივი დამრჩა გვანცასთან და ხელი მეშლება განსაკუთრებით სამზარეულოში, როდესაც ვიღებ. მგონია რომ კექსებს განსაკუთრებით უხდება ოდნავ მომჟავო გემოები. და ზოგადად დესერტებში ძალიან მომწონს. იმ ფუერმესას ცოტა მერე მოვაყრე. მოვუიოთ და ჩავაყაროთ. ეს ასე შევაბრუნოთ უკან. სტიკი მრიელობა გამოგვივიდა. გავსინჯოთ. გემრიელესია. ღირს. ხართ. დავიკარგე ეს დღეები რაღაცნაირად თითქოს დავიწყე და ვეღარ გავედი ბოლოში. ვეღარაფერი ვეღარ დავდე. რა შვებით რა ხდება თქვენსკენ. მე ახლა დათას ველოდები და თავის კლასელს. მასწავლებელთან იყვნენ და მე პატარა საქმე მქონდა, ვერ ვასწრებდი, დროში ვერაფერს ვერ ვეტყევოდი და შობელს ვთხოვეძე და ღარიჭე და წაიყვანებეთქი და ველოდები ხო ჩამოვიდნენ და წავაცუნცულოთ სკოლაში. გიორგი არ არის დღეს სკოლაში, დღეს ექსკურსიაზეა, რაღაცა სასკოლო გასვლა აქვს, ასე ვთქვათ უფრო. საინტერესო იქნება, დარწმუნებული ვარ, იმედი აკმაყოფილი მოვა. ხოლოდ ბავშვები წავიდნენ, მშობლები არ ვართ. ხო დათამყავს მისაბარგებელი. მე კი ვიქნები ჩიტივით თავისუფალი. როგორც ყოველთვის. აი ხო თქვენ როგორ ხართ? თქვენი ამბები როგორ არის? რა ხდება? გუშინ ისეთი კარგი ამინდი იყო, ისე ცხელოდა, გერთბილოდა, ცხელოდა. დღესაც გადასარევი ამინდია, ცოტა ქარი ურევს. ქარი რო არ იყოს მშვენიერი ამინდი იქნებოდა. სხვა რა გიტუქტუქოთ? შეგიძლიათ ვიდეოს ქვეშ დამიტოვოთ კომენტარები, მკითხვები და აი მკითხვების მიხედვით ავაწყობ ერთ ვიდეოს. თუ რამეზე გინდათ რომ ვისაუბრო, რა ვიცი, თუ რამე გაინტერესებთ, ერთ ვიდეოს ავაწყობ მკითხვებზე პასუხს. ერთს არა სავარაუდოდ მსგავსი ბევრი იქნება დროთა განმავლობაში. მაგრამ ახლა შეგვიძლია შიგა და შიგ. მოვამზადოთ ყიყრიყოები ბავშვებისთვის. ჩვენ სახლში კვარცხს გასავალი აქვს იმდენი გეფიცები. ერთი საქათმე ალალი იქნებოდა. კარგი ეზო და ერთი 10 კატამი. აი ვიცი, ხიდია პატარია და ყველას გვიყვარს. ყველანაირი ფორმაში და ყველანაირი მოცემულობით.
ბავშვებს განსაკუთრებით. და საშინელებას ამბობენ ამ ზეთებზე. უკვე ძალიან ცუდად ვარ და ყველაფერზე ისეთ რაღაცებს ვკითხულობ ხოლმე და ვისმენ. რა უნდა ვჭამოთ ხალხო? რომ გადავრჩეთ. რძის პროდუქტი გონია და ხილი და ბოსტნეულია და ანუ სუნი არ აქვს. აი ხილს კი არა და აი კიტრსაც რო თლი. თელ ოთახში იყო ხოლმე რაღაცნაირი სურნელი. სუნი არ აქვს. თუ მე მჭირს რამე და მე ვერ ვიგებ. ხო და რაშია გამოსავალია, თქვენ რა სიტყვით. მე ვერაფერს ვერ ვამბობ, არ ვიცი. ეს კვირა ისე გავიდა, აი კი არ გავიდა, გავარდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. ისე სწრაფად გავიდა. და ზოგადად რა გვიჩქარდა დროები და ვადები. წეგანებში კომენტარი იყო, გავეცინა ძალიან. შენ რო გიყურებო, დალაგება აღარ მეზარებაო რაღაცნაირად რა. და ჩემზეც ესე მოქმედებს მსგავსი ტიპის ვიდეოები ყოველთვის. და სულ მინდოდა რომ ქართველებს ქონოდათ რაც შეიძლება ბევრი მსგავსი ვიდეო. ჩემზეც მოქმედებს. ძალიან დადებითად და აი რაღაცა უფრო გემრიელად რო ხვდები რომ რაღაცა გაქვს არეული. ახლა წეგან დათას დროეულები ჩავდე. უჯრაში და არ ჩაიხედება. ეგ უნდა გადმოვყარო აუცილებლად. და დავულაგო. ორივეს. ნუ ამ პატარას განსაკუთრებით რომ ფუცლებს ჭრის და აი სასწაული გასართობის საშუალებები აქვს მოკლედ. ნუ კარგია ეგ პრინციპში ეგ ჯობია. ეგ გართობა ჯობია და სულ აღნიშნავ ხოლმე მაგას მირჩევნია სულ ეგრე ითამაშოს. მაგრამ საშინოდ აი აკაოსებს ყველაფერს. ყველგან ამის ფურცლები ყრია. ფულებს აკეთებს. ფულებს აქ ფული უყარს და იშვების რა. მიარა მოიარა დათამ რაღაცა არ იყო. და გზავნის ახლა თავის ძმას რამე მოუტანოს. საცმაც უნდა ვირიტანენ, ისე იგი მშვიდად ჯდომას ვერ იტანენ, ვერც ერთი და ვერც მეორე და რაღაცა ორი თეთრი თუ ეგულებათ უნდა დახარჯონ. როგორ მისმენდი, შენ რა გიგონდა, შენ გილაპარაკებოდი. მომესწრო ვაშკაცი, მეხმარება, ვაიმე რა კაი ბიჭი ხარ შენ. დადგა, გასაკეთებ. მოიხედე ერთი ეგეთ მე. აშვები. ისე გოგოებო, თქვენთან როგორ არის ეგ ამბავი? აი, როდესაც იატაკს ვწმენთ, მგონია რომ სახლში საერთოდ სხვანაირი ჰაერია. და ნუ თუნდაც აი მტრებს რომ გადავწმენთ ხოლმე და იატაკს მოვწმენთ. როგორი დალაგებულიც არ უნდა მქონდეს ყველაფერი, თითოეული დეტალი, შიგნეულობაზე და პირები ყველაფერი, ანუ თუ იატაკი არ მაქვს მოწმენდილი, მგონია რომ სახლში არის მტვერი. გულაობენ რა. გიორგი წიგნის კითხვის დრო მოვიდა. შევა, წიგნსაც აიღებს და გონია წაიკითხოს. რათიშეთ? და იმ პატარამაც აიღოს. ორი სიტყვა წაიკითხოს არაწყა. არა ჭირა თუ ხასიათი და ეხლა დასწრებენ ერთმანეთს. ნერაფრის გა. ჩვეულებრივი სადამსჯელო ოპერაცია, ეგრე აღიქვა მის. მართლა. ჩამაგიეროთ აბა ზარი ნაღოლება არაფერი, არც ევალება არაფერი. ცხოვრობს ისე როგორც ვიდონ უნდა. წესები ამისთვის არ არის, კანონები ამისთვის არ არის. შია ჭამს, მოფერება უნდა იღებს. აი მე ზეგწამ. კაი. თვალები გვგდასაბაგი თალუკები. დაახლოებით ერთი თვის წინ გიორგის რვეულებში ნახე როგორ აი სასწაულად ეწერა დავალებები ფიზიკის რვეულში, ბიოლოგიის რვეულში, გეოგრაფია, არ ვიცი, აი სასწაულები ქონდა გაკეთებული, ყველა რვეული დავხიე. ყველა და გავისროლე და იგივე სიტუაცია დამხვდა ახლაც რვეულებში რომ გადავხედე. თავარია დაწეროს, არა დავხედავ კაცო რომ ეს ბავშვი წერს. დავალებას.
ან მასწავლებელს ნეტა როგორ აჩვენებს ხოლმე, ან თვითონ თუ არა ვიწყდება, სად აქვს დაწერილი. ასეთ რამებს წყობილებიდან გამოვყავარ, მაგრამ აზრი არ აქვს. აი, აზრი არ აქვს. ზუსტად 3 დღეში იგივე ხდება. 2-3 დღე ყოფნით ხოლმე. ძალიან ვბრაზობ ხოლმე, იმიტომ რომ ვთვლი, რომ გიორგის აქვს დიდი რესურსი, ბევრად უფრო მეტი ყოველ შემთხვევაში, ვიდრე აკეთებს და არ ინდომებს. რომ არ ვაიძულო და რომ არ შევახსენო და რომ არ ვეჩიჩინო, არა და მქონია ეგეთი მომენტი არაერთხელ, რომ აი დავაცადო ერთი გახდეს 8-9 საათი, 10 საათი, ან დღის ბოლო დღე გავიდეს ისე, რომ მოდი არ შევახსენო, ალბათ თუ გაახსენდება, რომ ხვალ სკოლაში მიდის და 13 სადინო აქვს. არ გაახსენდება, ანუ არ გაახსენდება და არ შეწუხდება ამით. მგონია რომ საყოველთაო პრობლემაა და რეალურად პრობლემაა ის რომ ბავშვები ვერ ინტერესდებიან სწავლით. არა და ვუსმენ ხოლმე ხშირად უცხო ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს და მათ სასკოლო ისტორიებს რომ ვისმენ ხოლმე რაღაცნაირად რა ვიცი კაცო კარგი იქნებოდა ჩვენთანაც რაღაცების შეცვლა და რეალურად ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი მე ასე მგონია როგორც მშობელს. იმიტომ რომ ვფიქრობ რომ მშობლებისთვის არანაკლებ სტრესულია, შეიძლება ბავშვებისთვის იმდენად არა, რამდენადაც მშობლებისთვის არის სტრესული მთელი ეს სასწავლო პროცესი. აი არ ვიცი როგორ უნდა მოგვარდეს. მაგრამ რაღაც რომ აუცილებლად შესაძლებელია, ცხადია რა თქმა უნდა. Vai bem, gatinho. Vai meu anta ჩუქი. ყველაფერს დავაბრუნო თავის ადგილზე. ესენი რა გამოვდგნენ? დღეს რა რიცხვია? რამდენიმე კი ჩავიჭკენა, მაგრამ გადასარევდარიან ისევ. თან უკვე ჩვენი დასვენების დროც მოდის და ყავისთვის სივრცე მოვიწყოთ. რამეს ჩავუცხდეთ რა ბედნიერებაა ღმერთო. პარასკევი არის ესწაული დღე. იმრიელი ყავის დროა. ამიტომ მოვიდუღოთ. რაღაც გიმრიელად ვსვამ ამ ჭიქიდან. დაველოდოთ ამ თუხთუხებას. ის პატარა ჯოხი რომ დამრჩა. ძალიან მაკლია. ძალიან ეს ძალიან დიდია, აქეთი კიცათრევადაც მიჭირს. და განსაკუთრებით სამზარეულოში მაკლია. დაუძახეთ ძმას. აგვიდოდა. მე ორი ღმერთო, აი რატო ჩურისთვის ჩხუბობე? რისთვის ჩხუბობ? ბოლომდე შეჭამეთ, გემრიელია ძალიან. ხმა არ გამოვიდეს ზედმეტი წავედით, მე და ჯიმი ყავა. მაიმრა გაიღმერთო. ტურების დაწმენდისას საათთან რომ მივედი, შევამჩნიე რომ არეული იყო ერთიც და მეორეც ჩამორჩენილები დროში, სასწრაფოდ გამოვცვალე ელემენტებიც. მოკლედ ასეთი ამბები იყო, ასეთი იყო ჩემი დღე. ამ ბლოგში მოექცევა ალბათ რამდენიმე დღის პატარ-პატარა კადრები, მხოლოდ დღევანდელი დღე არ იქნება, ვფიქრობ და ეგრეც იქნება. ყველას მადლობა, კომენტარებისთვის ძალიან დიდი მადლობა. და ლაიქებისთვისაც, გამოწერისთვისაც და საერთოდ ყველაფრისთვის დიდი მადლობა.